მოკლედ ჩამოვიდა ახალი მოდელი, პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ. ეს არის Range Rover Defender-ის ანალოგი. ზომა 1.16, აი აქ აწერია ინფორმაცია. დიდი სამბით აწერია 16, კი არა და ბოდიში 14 წლამდეო, კი არა 14 წლიდან. თითქოს 10 წლის ბავშვი ამით ვერ გაერთობა. მე უფრო ვიტყოდი რომ 14 წლის ქვევით გასართობია, იმიტომ რომ ამას პროფესიონალურობას ვერ დავარქმევ, უფრო გასართობი სათამაშოა. ყოველ შემთხვევაში მე პატარა ტესტი უკვე ჩავატარე და მაგასაც აუცილებლად გაჩვენებთ. გადასარევი არაფერი. ხო, რა შემიძლია ამ მოდელზე ვთქვა? ერთი დიდი პლუსი ის აქვს, რომ 4-ვე წამყვანია, პლუსსაც გეტყვით და მინუსაც გეტყვით. მოდი გამოვიღოთ მანქანა. აი ესე გამოიყურება. ყუთში. სხვა არაფერი აღარდებს. გარდა ამ ავტომობილისა. ეს ავტომობილი უკვე გახსნილი მაქვს, ამიტომაც დამაგრებული არ არის, თორე აი ქვევიდან დამაგრებულია, ეს აქ ხამუტები დამაგრებული, რომ ვითომ არ გადმოვარდეს, ან სად უნდა გადავარდეს ამ ყუთიდან არ ვიცი, მაგრამ მაინც. მოდი, გამოვიღებ ამ მანქანას, ეს დამცავი აქ. მანქანა ესე გამოიყურება. ცოტა არ იყოს ლამაზია ისე. მე მომეწონა, კი, მართლა მომეწონა ვიზუალში. ვერ დაუწუნებ. აქ რა გვაქვს? პულტი. პულტსაც გაჩვენებ ახლოდან. დამტენი და კანჩი საბურავებისთვის. ეს მენუალი არ ვიცი ამას ვინ მეიყენებს თუ არა. მე ყოველ შემთხვევაში არც ერთ მანქანაზე არ გამიყენები, არ მჭირდება. სტიკერები მანქანისთვის. მოდი ესენაც დროებით გადავდოთ. სხვა რა აქვს ისეთი? კაი, მოკლედ პულტი. მოდი ესე შევხედოთ. პულტს აქვს რეგულირება მოხვევისთვის და წინ და უკან სვლისთვის. ჩართვა-გამორთვა და ფარების რეგულირება რა. მოდი ახლა ჩავრთავ მანქანას. ხო, ერთი ეს მომეწონა. თავიდან კი ვერ მივხვდი როგორ უნდა ჩამერთო. მაგრამ ერთი ეს მომეწონა, რომ კაპოტს ხსნი ესე. აი ესე უნდა გახსნა და აი აქედან მანქანა აქედან ირთვება რა. რილაქს დააჭერ. მანქანა გვეჩართულია რა. ეს მანქანა ჩავრთეთ, პულტიც აუცილებლად და აი, ნახე, იცი როგორ არის? თუ უკვე ჩართვის დროს ამას სიარული დაიწყო, აი მაგალითად რა. ეს მოხვევა არის. აი, ნახე, თუ ესე დაიწყო, ესე იგი აქედან არის დასარეგულირებელი, აი წინ და უკან რა. ეს უნდა დააყენო, აი всё, გაჩერდა. შუალედში უნდა დააყენოთ რა. მიხვევა მოხვევა პროპორციულია, გაზის და ტორმოზის პროპორციულია, ანუ რაღაც ბოლომდე და წინ და უკან ბოლომდე არა აქვს რა, ეგ ძალიან დიდი პლუსია ამისთვის. სხვა მართვის, პულტთან არაფერი ისეთი, ხო, ელემენტები აქედან იდება, ორი ელემენტი ჭირდება, დიდი, პულტის დიდი ელემენტები. მანქანა ესე გამოიყურება. მე მგონი ლამაზია, ხო? მე ძალიან მომწონს. არა, მართლა ძალიან მომწონს. მე ვიზუალით აი ვერაფერს ვერ დაუწუნებ რა. დეტალიზაცია ძალიან კარგად აქვს აკეთებული, მაგას უფრო დეტალურად განახებთ. რაც შეიძლება აქედან შევხედოთ, ამორტიზაცია კარგი აქვს. კი, კარგი ამორტიზაცია აქვს. ლედების კონტროლი შეგვიძლია სხვათა შორის და ესე ეგრეთ წოდებული პაუერტნიკებიც აქვს, ეს მარცხნივ, ეს მარჯვნივ. მოდი წინ მოვიდა ეს. მოდი საერთოდ ესე გავაკეთე. ხო, აი კიდე მომიხვდა ხელი რა. ხო, აი ესე უნდა დაარეგულირო რა. ეს ფარების ჩართვა. ეს პოლიციის ისინიც აქვს. ესეც. ან სუმწვანე, ან ესე. მოკლედ რა, ეგ შეგიძლია ნებისმიერზე დააყენო. აი ეს საერთოდ რაღაცა ნაძვის ხეა. ხოდაშორის ჩქარია, ნელი არ არის რა. კაი, უფრო დეტალურად გავიაროთ. მოდი შევხედოთ რა ხდება. გულში ჩავიხედოთ მანქანის, გამოვთოთ ცოტა ხანი. გამოვთოთ. კაი, მანქანა გამოვთე. ჩავიხედოთ შიგნით, მაგრამ მოდი გავაროთ დეტალები. მე რაც ძალიან მომწონს არის სარკეები, დაჟე სარკეც კი შუშის აქვს. კი, ეს ძალიან ლამაზია.
ლედები კონტროლირებადია, შეგიძლია ზევით, ქვევით დაარეგულო, ქვევით გაანათოს, ზევით გაანათოს, ну ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ესენი მუშაობს, წეგან უკვე ვნახეთ. ესენის დეტალიზაციის მხრივ რო გავყვეთ, ესეც ლამაზად აქვს, წინ ბამპერიც ლამაზია. ამორტიზაცია შოკი არ არის, უბრალოდ ანუ სითხე ამაში არ არის რა. ჩვეულებრივი ამორტიზაცია რაღაცა იაფასიანი, ეგ შემიძლია თქვა რომ ცოტა მინუსია. მაგრამ ნუ ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ცუდია თქო რა. ხა ამ ფასიანი მანქანისთვის ნორმალურია. კიდევ რა აქვს ხა ისეთი დეტალიზაციის მხრივ. უკან საბურავი აქვს ეს ლამაზია. საბურავები რამდენად რბილია? არა ხა M92-ზე რბილი არის. მართლა არის M92-ზე რბილი. მაგრამ ერთი დიდი მინუსი რაც აქვს, აი ახლა მინდა თქვა, აი ნახე. აი, საბურავი ტრიალებს რა და შეგნით დისკი ჩერდება. ამიტომაც აუცილებელია რომ ამაში წებო ჩავასხათ რა. მე ყოველ შემთხვევაში უეჭველი ჩავასხავ ამაში წებოს. ეხლა ცოტა ნათითურები აქვს. თორე უფრო ლამაზია ეს გასაწმენდია მოკლედ რა. ხო. არა, მე მომწონს. მართლა ლამაზი მანქანა. ხო, გახსნა როგორ ხდება. აი აქ. ღილაკი აქ ესეთი. დააჭერდა. ოპა, მოხდა, უცებ მოხდა. აი ესე გამოიყურება ქვევიდან. ნახოთ აბა რა ელემენტი მოყვება. ამას მოყვება 500 მAh-იანი ელემენტი მოყვება. პატარა ელემენტი აქვს ხოთა შორის, მაგრამ ელემენტის გაზრდა, ახო ერთი თუ შეგვიძლია. მე კი მაქვს ელემენტები და ვცდი, მაგრამ აი აქ არ ჩაეტევა. ვაი, შეგვაქანავა. აქ არ ჩაეტევა დიდი ელემენტი, ამიტომაც არა აქ ფიზიკურად არ ჩაეტევა ქვევიდან. უნდა ამოვჭრა მაშინ. ნუ ამის მოხსნა შეიძლება, მაგრამ იქ მე ქვევით შეუშლის ხელს რა. არ შეუშლის, მე მგონი შეუშლის. მაგასაც ვცდია უცილებლად. ძრავი აქ არის. სტანდარტული ძრავი არაფერი განსხვავებული. იაფიანი ესეც. ჩიპი. ერთი რაც არ მომეწონა ამ ჩიპის ის არის რომ დიდი ხნის ტარების შემდეგ თითქოს აქ ჩიპები თბება. ანუ სხვა მანქანებთან შედარებით თბება, თორე ყველა მანქანას უთბება ეს ჩიპი, ხა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ელექტროობა ამაში და ეგ არ მომეწონა რა, იმიტომ რომ დასილიკონება რომ მოგინდეს ამისი, ხო? შეიძლება სადღაც გაჭედოს, რომ ანუ აღარ იაროს რა, იმიტომ რომ გადახურდება ესე თქვა ჩიპი და ცოტა ხანი დასვენება დაჭირდება და მით უმეტეს სილიკონიანი, უფრო დიდი ხანი იქნება, უფრო დიდი ხანი მომდება რომ გაგრილდეს რა, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა მინუსი შეიძლება იყოს რა. ნუ, მე ვფიქრობ, რომ მინუსია. მაგრამ მაგასაც აუცილებლად ვცდი, დავასილიკონებ და აუცილებლად გავტესტავ ცუდ გზებში, ტალახებში და ჯოჯოხეთში, რომ ნახო, რამდენად გამოდგარია ცუდ გზაზე რა. დანარჩენი ახლა სავალ ნაწილს რო შევხედოთ, წეგავმატყერებთ მე მიქვს. სავალ ნაწილს რომ შევხედოთ, მოდი უცებ სავალ ნაწილს შევხედოთ და გავიაროთ რა. არ გამიხსნია ესენი, ამასაც გავხსნი ხა, აუცილებლად. მოდი უცებ გავხსნი რომ ნახო რა ხდება. მაინტერესებს რკინის არის თუ არა ეს დეტალები, ამიტომაც გავხსნი, ჩავიხედავ შეგნით. დიდი ალბათობით ტაოტიც არ ექნება აქ წასმული. წესიერად, ნუ წასმული როგორ არ ექნება, ეხა ისე არ დატოვებდნენ, მაგრამ როგორც საჭიროა, ისე შეიძლება არ ქონდეს და მაგასაც გავაკეთებ აუცილებლად. აი ხა ბოლო-ბოლტზე ვარ. ანუ აქეთ მოხსენ და აქედან ძრება რა. მოდი აქედან ჩავხედავ და არა. მეტალი არ არის. მეტალი არ არის, მაგრამ პლასმასია და ეს პლასმასი ბლოკირებული ხიდია რა. კი. აი ბლოკირებული ხიდი. ეს მინუსად შემიძლია თქვა. არა. ეგრეთ წოდებული სმასკა ტაოტი კარგად აქვს, არ ჭირდება ხა ამას არაფრის ჩასხმა, ზედმეტი არ უნდა არაფერი. ჩემი დიდი მინუსი, აი რა დამავიწყდა რომ მეთქვა. აი აქ რო გადაბმო აქვს ხიდში, ხო? აი ერთი წამი. აი ამეებში. აი აქ რა. თუ მანქანას წინაღობა ექნება დიდი და არ გავაჩერებთ. ანუ დავატრიალებთ აი საშინ, აი კედელზე რომ მივაყენოთ მოკლედ და აი ესე კედელზე მიყედებული გაზს რო დავაჭიროთ და არ გავუშვათ, დიდი ალბათობით აი აქედან გადმოხტება რა. ამის გამო მომიწია მთელი მანქანის დაშლა. ნუ აი ამ ყველაფერს დაშლა
და თავიდან ჩასმა. ეგ არ მომეწონა. ეგ ჩემთვის ძალიან დიდი მინუსი იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინე გაერთხარ გასული, ცოტას ერთობი და ეგ რო ამოხტება, მე ვფიქრობ, რომ არ არის რა ლამაზი და არ არის კარგი, იმიტომ რომ უნდა ეწვალო და ამ ატვირკებით ხوارული ბოლო-ბოლო ყველგან რა. ეგ ჩემთვის მინუსი იყო. მოკლედ ამის დაჭერა ძალიან იოლი იყო. წინ აღარ შევცვლი, უბრალოდ წინ აღარ გავხსნი, იმიტომ რომ იგივე სისტემა ყველაფერი წინ აღარ მოვყიდებ ხას. მინდოდა რომ შემეცვალა აქ რკინის ხიდები ჩამესვა, რაც MN92-ებს და VPL-ებს აქვს, ის სისტემა საერთოდ არ არის, აი, საერთოდ განსხვავებული მანქანაა. ანუ არ გამიტესტავს რა. გარეთ არ გამიტესტავს, სახში რაც გავტესტე მომეწონა, გარეთ არ გამიტესტავს, გარეთ გავტესტავ და ვიდეოც აუცილებლად დაიდება და რაც შეეხება აი ამის სისტემის გაჭედვაზე, რაც გითხარით, უბრალოდ ხიდის გადმოვარდნაზე რა. ეს, ანუ იქიდანაც ესე და ეს, ანუ თლიანად აი ეს უნდა ამოიღო, წარმოიდგინე, აი ეს, რასაც აქ უყურებთ, თლიანად უნდა ამოიღო, რომ ეს ხიდი ჩასვა და ამ ხიდის ჩასმა იოლი არ არის რა. აი, სადღაც 1-4-5 წუთი ვეჩალიჩებოდი, რომ ეგ საშინელება ჩამესვა. ხო. დანარჩენი ფიქრობ უკვე რომ ვიდეო განხილვით უნდა ვიმსჯელოთ, როგორ დადის, რანაირად დადის, დეტალიზაცია კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ლამაზი აქვს. არც მოხოვის კუთხეს უჩივი, სხვათა შორის მართლა არ უჩივი, იმიტომ რომ ისეთ კუთხეებში უხობს და ისეთ ადგილას მოუხვია, რასაც მე პირადად არ ველოდებოდი, ახლა ჩართვა მინდოდა ელემენტი აქ მაქვს. მოკლედ, გადავიდეთ ვიდეო განხილვაზე, უკვე ნახოთ უშუალოდ როგორ დადის ეს მანქანა წუთგზებზე. მოკლედ, გადავწყვიტე რომ სახში გამეტესტა და ვნახოთ ერთი როგორ გადავივლი სამგზაზე. ხო, ეს ჩემი გაკეთებულია. ამის შემდეგ ყველა მანქანა მგზაზე გაიტესტება ხოლმე. აი, ნელი ტემპით არა უშავს მე მგონი. ნელი ტემპით მინდა იდეაში, ხო რა, არ მინდა რომ ჩქარა გადავიყვან. იდეალურად გადადის. არანაირი დაბრკოლება. შვენიერი. ეს არის ამის მინიმალი. პოლი დადო? არა, ბიჭო, ეს პოლს რანაირად დადებს, რამ სიმაღლეა ის. შვენივად. იმკლავდება ამ გზას მინდა გითხრათ. ანუ მე მინდა რომ ნელა გადავიყვანო, თორე ჩქარა ძალიან ჩვეულებრივად გადავა. კი, შვენი. მოდება უკანსვლით თუ წავა. არანაირი პრობლემები ჩემო ძმაო ამ მანქანას არ აქვს ამ გზას. კაი შედეგი, აბა, აქედან თუ ვარ. არა. კრაულინგში ფასთან შედარებით კარგია. MN92 შეიძლება აჯობოს კიდევაც რა. შეიძლება კი არა უვიჭველი აჯობებს. აი, თავს დავდებ რომ უვიჭველი აჯობებს და მაგის ტესტიც უვიჭველი იქნება რომ MN92 შევატარებთ ამ მანქანას. და მაინტერესებს რა მანქანასთან გინდათ ამ მანქანის შედარება. მე VPL-ის უფრო მემხრობი და მგონია რომ VPL-ი აჯობებს ახლა ამას, მაგრამ სადოთ აუცილებლად. აი, მიდი. აი ხა აქ თუ მოვიდა. არა, შეუძლებელია უნდა ვუსვლა. არა, მან ფიზიკურად ვერა, რაღაცას ხომ უნდა მოეჭიდოს. ხა წაიღო იმის. არა, მოდი ცოტას გავართულებ. აქ რაღაცა დაფკოლება დაუდე. არა, მგონია რომ აქაც გადავა რა. არა, მართლა კარგად დადის ბიჭო. არა, აქედან ასვლა შანსი არ აქვს, იმიტომ რომ ხა აი აქ მგონია რომ ვერავა ეს რა. მოიცა, მიდი. არა, კაი. რა ვიცი, თქვენ გადაწყვეტეთ, ახლა ეს მანქანა ღირს თუ არა ეს ფასი. ხო, რაც შეეხება ელექტროობას, ჩემი შეცდომა იყო, იმიტომ რომ გავტესტე წეღან დაახლოებით რაღაცა პატარა წინაღობა დაუდე წინ სპეციალურად რა და მაქსიმალურ გაზზე მყავდა, აი რაღაც ესეთი მსგავსი რა და გაუჩერებელი გაზით, სადღაც 1-5 წუთზე მეტი. არაფერი არ ხურდება, ძმაო, არც ელექტროობა და აი საერთოდ არაფერი არ ხურდება, ძრავის ხო ვაფშე არ ხურდება და მე მგონია რომ კაია ეგ ძალიან. ასე რომ ჩემი შეცდომა იყო სილიკონი რო წაუსვათ, გინდა ტალახში შევიყვანოთ და გინდა ჯოჯოხეთში. ეს მანქანა მაგის გამკეთებელი არის. და ხოთა შორის ძალიან მინდა რომ ძალიან ცუდ ტალახში შევიყვანო რა და გავტესტო, იმიტომ რომ
სახლის პირობებში ხა აი აქ რაც გვაჩვენა, მაგარი შედეგია ძალიან და არ ამგონია გარეთ ამაზე ნაკლებ გზაზე ატაროს ვინმე. რაღაც ჩახტა ეხა. არა, იმენა მხეცია რა, მხეცია. მოდი პაჯეროს მოვიყვანე ხა და პაჯეროსთან შევადარებ რა. ხო, პაჯეროსთან შედარება მინდოდა, მაგრამ გამახსენდა რომ პაჯეროს უკან აი ეს ყავს და ამის მოხსნა, გადაყენება, გადმოყენება ისე მეზარება. აი შემდეგი პაჯეროები ძალიან მალე ჩამოვა და იმ პაჯერებს შევადარებ რა. თან ეს უკვე თლად ქარხნული არ არის რა, ამას ცოტა რაღაცა გადაკეთებული და ისინი ყველა ქარხნულები იქნება და შევადაროთ ქარხნულ პაჯეროს. ხო, რატომღაც არ მეყო ვიდეოების გადაღება და აქაც ცოტას გავატარებ. ნახავობა როგორ გაკაჩავს. აუ იქ გაიბლანდება ხა იმაში. აუ თავიდან ორა სიცახით სად გავაჩერე? მიდი, ნელა. არა, აქ იმენა ვერ დავიჭირი, ვერც ერთხელ დავიდან თავიდან. აქ ეხა ინტერესი გამიშთა რომ აქ გადავიყვანო რა. მიდი. მოდი აქედან შევხედავ. მიდი. თან ცალი ხელი ცოტა რთულია, ბიჭო, ლამაზი მანქანაა ისე რა. ძალიან ლამაზი მანქანაა ისე. მართლა ძალიან ლამაზია. მე აი ვიზუალში ამას ეხა დავუწერდი მაგალითად 10-დან 9.5-ს. თავად 10-ს ვერ დავუწერდი. აუ, ეს შემიძლია გავაკეთო, აი. აი, აღარც გაზზე მიჭერა მომიწევს და არც არაფერი. თავისი წავიდა, გადავიდა, ავტოპილოტით გადავიდა, აჰა. ხელი არ მოხო კიდებული და აი, რას ვიძახთ. აქ უკვე ცოტა გაიჭედა, მოკლედ აი წინ ხიდი არ მოძრაობს რა. უბრალოდ ანუ გაიჭედა დადო იატაკი. აი, ვაიმე. ნუ იატაკი ქონდა დადებული და მაგიტო ტრიალებდა უკანა დისკები რა და საბურავები არ ტრიალებდა შეგნით. ეგ არაფერი. დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგი ვიდეო და ამ მანქანის სრული ტალახში ჩაძირვა აუცილებლად დაიდება და უკვე იქ შევაფასოთ, რამდენად არის ეს მანქანა გარეთ სასიარულო. სახლის პირობებში ძალიან მაგრად გააკეთა ყველაფერი რა.